ჩინეთი მეგობრების ნაკლებობას არ უჩივის. ფოტოც ერთგვარი განაცხადია. დემონსტრაცია იმისა, რომ პეკინი გეოპოლიტიკაში მიზიდულობის ახალ ცენტრად ცდილობს ჩამოყალიბდეს. ამის ფანჯარამას ვაშინგტონის არაპროგნოზირებადმა პოლიტიკამ გაუჩინა, რომლის სარგებლობაც არ დააყოვნა. სოფლიოს ცნობილი ავტოკრატიების ნაწილი ჩინეთის საპორტო ქალაქ თიენძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 შეკრების ფარგლებში შეხვდნენ. დასავლეთში სტუმრების ამგვარ შემადგენლობას საშიშ კავშირად აღიქვამენ. ზოგიერთი უფრო შორს მიდის და მათ აჯანყების ღერძადაც კი მოიხსენიებს. სი ძინპინის გარშემო შეკრებილების დიდი ნაწილი ამგვარი ხედვების გაქარწყლებას სულაც არ ცდილობს და მსოფლიოს თიენძინიდან შეახსენებს, რომ მმართველობას და მომავალს სულ სხვა პრიზმიდან ხედავენ. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სტრატეგიული კომუნიკაცია, შევქმნათ კოლექტიური კონსენსუსი, გავაძლიეროთ ერთობა და კოორდინაცია, ერთმანეთის ძალების სრული გამოყენება, ვიმუშაოთ ერთად მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ რეგიონში. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია დღითი დღეს რდის საერთაშორისო გავლენას. გეგმაში გვაქვს 100 პატარა, მაგრამ ლამაზი სასიცოცხლო პროექტის განხორციელება წევრ სახელმწიფოებში, ვისაც ამის საჭიროება უდგას. 100 მილიონ იუანს სესხის სახით გამოვყოფთ, 2 მილიარდი იუანი უკვე გამოვყავით გრანტის სახით. 2 მილიარდი იუანი, თითქმის 30 ტრილიონი დოლარია, ეს კი ჩინეთის მზარდი ეკონომიკის ფონზე დასაწყის გავს. რუსეთი, ირანი, ინდოეთი, პაკისტანი, თურქეთი, ბელარუსი თუ შუა აზია. იმ 26 სახელმწიფოს შორის არიან, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისადმი მიძღვნილ აღლუმთან დაკავშირებით ჩავიდა. მათ მულტიპოლარული სამყაროს ხილვა სურთ, ამაზე საკუთარი ნარატივი ყველაზე მოქნილად რუსეთის პრეზიდენტმა ააგო, რომელიც ჩინეთში უკვე ხშირი სტუმარია და რომელმაც უკრაინაში ომის დაწყება ამ პლატფორმაზეც ნატოს ქვეყნებს გადააბრალა. Системы, которая пришла бы на смену отжившим ევროცენტრичным. სისტემა, რომელიც ჩაანაცვლებდა მოძველებულ ევროცენტრულ და ევროატლანტიკურ მოდელებს და გაითვალისწინებდა ქვეყნების რაც შეიძლება ფართო სპექტრის ინტერესებს. ნამდვილად დაბალანსებული იქნებოდა და შესაბამისად არ დაუშვებდა ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მცდელობას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. ამ შესაძლებლობის გამოყენებით მინდა ვთქვა, რომ რუსული მხარე უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით იგივე მიდგომებს იცავს. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, უნდა აღმოიფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები და უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ბალანსი უნდა აღდგეს. სურს აღნიშნო, რომ რუსეთ-ამერიკის მაღალი დონის შეხვედრაზე ალასკაში მიღწეულ იქნა ურთიერთგაგება, რომელიც იმედი მაქვს გზას გაუხსნის უკრაინაში მშვიდობას. ჩინეთში მოიწვიეს ევროპელებიც, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. თიენძინში ჩავიდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებიც, რომლებმაც სულ ახლახან ვაშინგტონში სამშვიდობო მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ უკანასკნელმა პეკინთან სტრატეგიული თანამშრომლობაც კი შეათანხმა. ქვეყანაშია თურქეთის პრეზიდენტიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუს კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე ისევ მოუწოდა სამშვიდობო პროცესების დაჩქარებისკენ. უკრაინის საკითხს პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე არაერთმა ლიდერმა გაუსვა ხაზი. ჩვენ გამოვთქვით სურვილი გიმასპინძლოთ თურქეთში. ჩემი შეთავაზება ძალაშია. იმედი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში იმდენად მალე გიხილავთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს, გაგვაჩინიან ნდობა. ჩვენი ურთიერთობა კი პროგრესირებს სპეკულაციების მიუხედავად. ყველაზე დიდი ზარზე იმით კი ჩინეთში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს დახვდნენ, რომელსაც ამ მიწაზე ფეხი 7 წელია აღარ დაუდგამს და რომელმაც ახლახან საკუთარ თავზე ამერიკის შეერთებული შტატების 50%-იანი ტარიფები იწვნია. ამ სტრატეგიულ მეტოქე ჩინეთთან მისი ვიზიტი კიდევ უფრო გასაგები გახადა. აზიის ორი გიგანტი ახლა პირდაპირ ფრენებზე და მჭიდრო მეგობრობაზე ალაპარაკდა. ჩვენ გვჯერა, რომ დაკავშირებადობისკენ სწრაფვის პარალელურად პატივი უნდა ვცეთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მკაფიოა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქარტიიდანაც. დაკავშირებადობა, რომელიც გვერდსუვლის სუვერენობას, კარგავს ნდობასა და მნიშვნელობას. გლობალური სამხრეთის მისწრაფებების მოძველებულ ჩარჩოებში დატყვევება, უსამართლობაა მომავალი თაობის წინაშე. ახალი თაობის მრავალფეროვანი ოცნებები ვერ გაშუქდება შავ-თეთრ ეკრანებზე. ეკრანი უნდა შეიცვალოს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია კი შესაძლოა იქცეს გიდად, მრავალმხრივ და ინკლუზიურ სამყაროში.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში უსაფრთხოების საკითხებს 10 მუდმივმოქმედი წევრი განიხილავს. ჩინეთი, რუსეთი, ბელარუსი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. დანარჩენები ან დამკვირვებლები, ან დიალოგში ჩართული პარტნიორი ქვეყნები არიან. ჯამში ის ქვეყნები, რომელსაც ჩინეთში ჩასული სტუმრები წარმოადგენდნენ, მსოფლიო მოსახლეობის 53% შეადგენენ. რაც თავის მხრივ მსოფლიო ეკონომიკის მეოთხედია.